მადლობა მოგზანებისთვის. დავწანდით თისბერთ სავარძელში. იგრძენით როგორც საკუთარ სახლში თავი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი. ეს არის პოლიტიკური რეალიტი შოუ. და რატომ რეალიტი? ჩვეულებრივად, აი ის ხდება, რაც აქ ხდება, არ გვაქვს დაწერილი ტექსტები, წინასწარ არ გვაქვს მოლაპარაკებული თემები, როგორც მე თქვენთან არ მომილაპარაკე, რაზე უნდა ვისაუბროთ. და მე ჩემს შესავალში დავიწყე საუბარი იმაზე, რომ არ შეიძლება ჩვენ დღეს ვზეიმობდეთ ისე, რომ არ გავიხსენოთ 2011 წელი. და თქვენ როგორც ის ადამიანი, რომელიც იქ იდგა, მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, აუცილებლად მჭირდება თქვენი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რითი ხართ კმაყოფილი ან უკმაყოფილო, რა იყო გამოძიებული და რა არა. და აი ვისაუბროთ ყველაფერზე. დიდი მადლობა, მოგესალმებით, წარმატებას გისურვებთ ახალ სტუდიაში. მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს და ყველას თითოეულ თქვენგანს მივულოცო გუშინდელი ბრწყინვალე დღესასწაული და დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. მეც თქვენს ალბათ ყველა ვისურვებდით, რომ შემდგომი 26 მაისები იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო. და მართლაც გქონდეს საზეიმო ქვეყნის დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა, ქვეყნის ერთიანობა. და მართალი ბრძანდებით, ახლა მე ნამდვილად სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რა ვიცი, ნაწილობრივ მაინც სამწუხაროდ და ნაწილობრივ საბედნიეროდ, 26 მაისი მაინც ჩემთვის უკავშირდება 6 წლის წინანდელ ღამეს. როდესაც ჩვენივე თანამემამულეებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოწინააღმდეგეები და მტრები ვიყავით, მაინც ჩვენი თანამემამულეები იყვნენ და მათ ჩვენ ის ადამიანები, ვინც ვიდექით რუსთაველზე და ვიბრძოდით მხოლოდ უკეთესი საქართველოსათვის და ჩვენ სხვაგვარად ვხედავდით უკეთეს საქართველოს და ნამდვილად მართლები ვიყავით, მათ ჩვენ გაგვიმეტეს სასიკვდილო. მეც ვიტყვი, ქალბატონინო, მე მგონი ესე პირველად იყო საქართველოს ისტორიაში, როცა სტუდენტებს და ახალგაზრდობას კი არ ურტყეს. არ ურტყეს თქვა საშუალო თაობას, ბაბუები და ბებიები გაწირეს, ხო? ჩვენი ქვეყნის აი მართლა ოქროს ფონდი, რომლებიც თავგატეხილები გვახსოვს რუსთაველის პროსპექტზე. იქ ყველა ასაკის ადამიანი იყო, მაგრამ უფრო მეტი იყვნენ მაინც მართალი ბრძანდებით შუა ასაკის და შუა ასაკს გადაცილებული ადამიანები. მე დღეს მესაუბრა ემირ ბურჯანაძის მეუღლე ქალბატონი ფატი, რომელმაც მომილოცა ეს დღე და გაიხსენა მაშინდელი 26 მაისი და არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ 75 წლის ემირ ბურჯანაძეს სხვა მის თანატოლებთან ან მასზე ოდნავ ახალგაზრდებთან ერთად სასტიკად გაუსწორდნენ და თბილისის ღერბის ავტორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ბოლოს და ბოლოს იმ ადამიანების მამის და ბაბუის ტოლა ადამიანი სასტიკად იყო ნაცემი და მას თავი ქონდა, ასე ვთქვათ, დაზიანებული და არ გამოურიცხավ, რომ მისი გარდაცვალება დააჩქარა. სწორედ ამ მოვლენებმა. იცით, მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ჩვენივე ხელისუფლება გაგვწირავდა და იმაზე უფრო სასტიკად მოგვექცეოდა, ვიდრე ვთქვათ როდიონოვი და საბჭოთა ჯარი მოიქცა 99 წლის 9 აპრილს, იმიტომ რომ მაშინ მომიტინგეებს დაუტოვეს 3 გასასვლელი, ანუ ერთი მხრიდან იყო მხოლოდ გზა ჩაკეტილი, საიდანაც ჯარი შემოდიოდა და დანარჩენი მხარეები და ქუჩები ყველა თავისუფალი იყო გასასვლელად, ხოლო ჩვენ შემთხვევაში ჩაკეტეს აბსოლუტურად ყველა გასასვლელი, იმიტომ რომ ეს არ იყო, ესე ვთქვათ, ღონისძიება, მიტინგის დასაშლელად განხორციელებული, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და მე მგონი პირველად მოხდა ყოველ შემთხვევაში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში მეტნაკლებად ევროპასთან და ევროპულ სივრცესთან დაახლოებულ ქვეყანაში, რომ არა მხოლოდ აქციის დროს სცემეს სასტიკად და გაიმეტეს სასიკვდილოდ მომიტინგეები, არამედ უკვე დაპატიმრებული ადამიანები, ხელბორკილებ დადებული ადამიანები სცემეს სასტიკად. მათ შორის პოლიციის სამმართველოში. და ამას გაგრძელება ჰქონდა ფოტოგრაფების საქმე. ხო, იქიდან წამოვიდა. იმიტომ რომ არავინ არ ელოდა, რომ რეალურად აბდალაძე, გედენიძე დაჭერილები იყვნენ ზუსტად 26 მაისის საქმეზე. სხვადასხვა ვერსიები არსებობდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ზუსტად მათმა ამ ფოტოებმა ითამაშეს ძალიან მძიმე როლი მათ ცხოვრებაში. დღემდე ვერ გამოდიან სტრესიდან ოჯახი. გასაგები იყო, ეს იყო აბსოლუტურად იმისათვის მიმართული, რომ ხელისუფლებას დაეშინებინა მოსახლეობა, რომ სხვას ეს ვეღარ გაებედა. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მაშინ იქ იყო, უღრმესი მადლობა გადაუხადო, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მათი ოჯახის წევრებსაც, აი გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ, როგორც ყოველწლიურად ვაკეთებთ ხოლმე ეს დღე და ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ აი პირველად მოვიდნენ იმ ღამის შემდეგ წელს, იმიტომ რომ
გარკვეულწილად უჭირდათ კიდეც მოსვლა და იცით რა მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ საოცარი პატივისცემით გავიმშვალე ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ აი გუშინ მაგალითად მოვიდა ქალბატონი, რომელიც მე ადრე არ მყავდა ნანახი და რომელმაც მითხრა, რომ იცით ქალბატონო, მე ძალიან მახშფოთებს ის, რომ როცა ამბობენ, რომ აი რატომ არ დაიშალნენ, ან რატომ დაუშვათ, ვთქვათ, მე არ ვუთხარ. მან თქვა, რომ იცით, მე რომ მოვდიოდიო, მე ანდერძი დავწერე და ისე წამოვედიო. მე ვიყავი მზად იმისათვის, რომ სამშობლოს თუ დაჭირდებოდა, სამშობლოსთვის თავი გამეწირა და იცით, აი ეს სპეკულაციები, რომლებიც იყო ამ წლების განმავლობაში და ძირითადად კი არა, 100%-ით მოდიოდა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც არ იყვნენ 26 მაისი იქ, ვინც თბილსავარძლებში და თბილსამზარეულოებში იყვნენ და ზოგი უყურებდა ეთერში ამ უბედურებას და ზოგი საერთოდ არც უყურებდა, დაიძინა და დილით გაიგო რა მოხდა. იმ ადამიანებისაგან მოდიოდა ეს ბრალდებები, რომ აი რატომ არ დაიშალეთ, ხომ იცოდით რომ მოგერეოდნენ. ძალიან ხშირ შემთხვევაში კი არა, მე მგონი 80-90% შემთხვევებში, როცა ქართველები იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოს უკეთესი დღისთვის, ლოგიკა მათ ალბათ კარნახობდათ, რომ ტერი შეიძლება მათ მორეოდა. თქვენ ხო ორჯერ იყავით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ანუ ზუსტად იცით რა შეიძლება მომხდარიყო და მით უმეტეს კარგად იცნობთ მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც მე მას კარგად ვიცნობ და მოსალოდნელი იყო მისგან. უბრალოდ შეიძლება ვერ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი სიმძაფრით იქნებოდა და ასეთი სასტიკით, თორე რომ დაიწყებოდა იქ, ვთქვათ, დაშლა მიტინგის, ამის მოლოდინი ცხადია გექნებოდა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და მე სხვათა შორის ისევე როგორც დანარჩენი ლიდერები, ჩვენ ჩავედით დაახლოებით 2-3 საათით ადრე 12 საათამდე, სადღაც 8 საათიდან დავიწყეთ ადამიანების ჯგუფებთან მისვლა და ყველას ვესაუბრებოდით და ვეუბნებოდით, რომ იცით რა, ხომ იცით, რომ ალბათ დაგვარბევენ, ალბათ ძალიან გვცემენ, შეიძლება მოგვერიონ კიდეც, მაგრამ აი როგორც ეს ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ მე მზად ვიყავი და ანდერძი დავტოვე და ისე წამოვედი. იქ მართლა აი ადამიანები ამას ვამბობ აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ღმერთის წინაშე, ესე არის, ეს ძალიან სხვანაირი ხალხი იდგა 26. ყველა ამბობდა, რომ იცით რა, ქალბატონი რა მოხდა მერე? დაგვარბევენ ჩვენი სამშობლოს უკეთესი დღისთვის დგევართ აქ ბოლო-ბოლო. ძალიან ბევრმა თქვა, რომ ხომ არ დავხოცავენო, მაგრამ იმასაც აყოლებდნენ, ხა თუ დავხოცავენ, ამისთვისაც მზათა ვართ. ანუ იცით როგორი რა განწყობა იყო იქა, რომ ჩვენ გვესმოდა, რომ ეს რეჟიმი ქვეყანას ანადგურებდა, ეს რეჟიმი ქვეყნის ღირსებას ლახავდა, ეს რეჟიმი უამრავ ადამიანს აუბედურებდა და ჩვენ გქონდა პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა ამ რეჟიმისგან უნდა გაგვენ თავისუფლები. ქალბატონო, მე იმიტომაც ვთქვი, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომელთა ასაკით ცდებოდა რაღაც 50-60 წელზე უფროსები იყვნენ და ასე მგონია, რომ ჩვენმა უფროსმა თაობამ თავის თავზე იყო ფარის ფუნქცია. ისინი მართლა მოდიოდნენ თავის გასაწირად, რეალურად იმისთვის, რომ თავისი შვილები და შვილიშვილები დაეცვათ. და მოდით გავიხსენოთ 2011 წელი. ეს ის წლებია, როდესაც ზუსტად ვიცით ციხეებში რა ხდება. ეს ის წელია, როდესაც ვიცით, რომ ეს რეჟიმი უკვე უბსკრულისკენ კი არ მიგვაქანებს, პირდაპირ უბსკრულში ვართ. ანუ მაინც უნდა მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით რა ხდებოდა ციხეებში, რომ ეს ადამიანები იქნებოდნენ განწირულები. მაინც ალბათ მე მგონია, რომ ვერ ვიფიქრეთ, ხო, როდესაც პირველი კადრები გამოჩნდა, ყველას ეგონა, რომ რაღაცა დადგმულია ეს სცენები. იცით რა, ვერ გეტყვით როგორ მოვიქცეოდი, ალბათ ისევე მოვიქცეოდით როგორც მოვიქეცით, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობდით, რომ ძალიან მკაცრად გაგვისწორდებოდნენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აი ესე სასიკვდილოდ, ასე ბოროტად თუ გაიმეტებდნენ ადამიანებს და იქ არ იყო მარტო ფიზიკური შეურაცხყოფა, იქ იყო მართლა სულში ჩაფურთხება ადამიანების, როგორ ექცეოდნენ შემდეგ დაპატიმრებულ ადამიანებს, ხო? ამის წარმოდგენა, რომ შენი ხელისუფლება ასე გაგიმეტებს და სასიკვდილოდ გაგიმეტებს. მათ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არანაირი რუსული სცენარი არ იყო. მათ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ აბსოლუტური სიყალბე იყო, რასაც ისინი გვაბრალებდნენ. აქ იყო ბრძოლა ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. გაიხსენეთ, ქალბატონ ლალი, ეხლა როდესაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ტრაგიკული, ისევ ნერვიულობ ხოლმე იმ დღის გახსენებაზე, რომ სპაზმი მემართება. დიახ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ თუ გახსოვთ თქვენ, რა განცხადებებს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია, რომლებმაც თქვეს, რომ ყველაზე მთავარი რაც მოხდა ჩვენ გავიმარჯვეთო, იმიტომ რომ
რუსეთს უნდოდა რომ ჩამოეგდო ჩვენი ხელისუფლება და ჩვენმა ხელისუფლებამ ამ შემოტევას გაუძლო. ანუ მათთვის მთავარი ის კი არ იყო რომ 2008 წელს ჩვენ ხელმეორედ დავკარგეთ ტერიტორიები და 2008 წელს 114 სოფელი დაემატა დაკარგულ, de facto დაკარგულ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას. მათთვის მთავარი იყო რომ გადარჩა მათი ხელისუფლება. კალტინო, ეს უკვე მაინც ნაწილობრივ წარსულია. ძალიან ბევრი ტკივილით და ვთქვათ, შეიძლებოდა თავიდან აცილება არ შეიძლებოდა თქვენი სიტყვებით, ანუ ადამიანები მოვიდნენ თავის გასაწირად. მაგრამ მე რა მაინტერესებს, დღეს არის 26 მაისი და მე მართლა გულწრფელად მიხარია, როდესაც ვხედავ მორთულ ქუჩებს. მაგრამ ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უნდა მონაწილეობდეს ამ ზეიმში და არც მიუღიათ მოსაწვევი. მე მაინტერესებს თქვენ გამოგიგზავნეს მოსაწვევი. არა. აღარც მიმიქცევი ამისთვის ყურადღება, მე უკვე ამას ძალიან მივეჩვიე. მე ხა სიმართლე გითხრათ, ეს არ მიკვირდა სააკაშვილის ხელისუფლებისაგან, მაგრამ მივეჩვიე უკვე ამ ხელისუფლებისგანაც. მე უფრო მეცაც გეტყვით, აი ლამის კურიოზი, როდესაც საქართველოში წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობის დროს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს და ევროკავშირის მიერ ერთობლივად ჩატარებული. კონფერენცია ეძღვნებოდა ქალთა როლს პოლიტიკაში. ერთი დღე ეძღვნებოდა გადმოვედო მე მგონი თქვენ გახველა წარმატებულ პოლიტიკოს ქალებს და მე საერთოდ ყოფილი ვარ იქ მიწვეული. ნუ ეს ახლა უბრალოდ იცით რა არის ჩემთვის სასაცილოა, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ტრაგიკულია. არა მგონია რომ ქვეყნისთვის ტრაგიკულია, როდესაც მართალი ხართ თქვენ 26 მაისის ღონისძიებაზე არ არიან მიწვეული დაუშვათ იგივე ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, რამდენი არიან რო ხო? იბრძოლეს საბჭოთა რეჟიმის დროს იმისათვის, რომ ეს 26 მაისი დამდგარიყო. რომ არ არიან მიწვეულები დაუშვათ იგივე პირველი ხელისუფლების წარმომადგენლები. მე რა რომ შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებოდით მათ ყველაფერში და ისინი არ გვეთანხმებიან ჩვენ ყველაფერში. მე მეცად გეტყვით. რაღაცა საოცარი სელექცია მოხდა ჟურნალისტების მიწვევაზეც. მე ნამდვილად არ მიკვირდა ეს მართლა სააკაშვილის რეჟიმს, სადაც თუ არსებობს შავი სია, ყველა შავ სიაში ვიყავი. მაგრამ ჩვენ გავიკითხეთ, თუ რა პრინციპით არიან დაპატიჟებულები, თქვა ჟურნალისტებიც, გამოჩენილი ადამიანებიც და გვითხრეს, რომ ეს სია წლიდან წლამდე ეს ავტომატურად გადადის. ანუ თუ რაღაცა წინა გადაცემები და პროდიუსერები არსებობდნენ იქნებ, ეხლა დაიხურა ეს ყველაფერი. ანუ სულ მგონია, რომ რაღაცა ორი ადამიანი, ჩეხოვის ადამიანი ფუტლერში არ იყოს, ცხედან თავის ფუტლერებში არ გამოდიან გარეთ, მაგრამ სამწუხაროდ ქმნიან ესეთ არაჯანსაღ ვითარებას. ახლა მე დარწმუნებული ვარ, არც პრემიერ-მინისტრი არ იღებს ამაში მონაწილეობას და არც პარლამენტის თავმჯდომარე, ხო? ეს არის რაღაცა პატარა ოფისი, სადაც რამოდენიმე 2-3 ცოტათი კომპლექსებით შეპყრობილი ადამიანი წერს აი ამ მოსაწვევებს. ხო, მაგრამ ხელისუფლება იმისთვის არის, რომ გარკვეული ცვლილებები განახორციელოს. ეხლა მოსაწვევი რაღა მოსატანია, როდესაც აი ჩვენ 26 მაისზე ვლაპარაკობდით, ამ ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ 26 მაისი გამოეძიებია, ვთქვათ, და დღეს არ იყოს ის რეალობა, რომ 26 მაისის მონაწილე ადამიანები არიან აბსოლუტურად უყურადღებოთ მიტოვებულები, იქამდე რომ ძალიან ბევრ მათგანს უბრალოდ ნასამართლობაც კი არა აქვს. და როგორ იყვნენ ციხეში, მე კი მახსოვს რა პირობებში ძალიან კარგად მაშინ იყავით, მოინახულეთ ეს ადამიანები და ისინი ძალიან მადლობლები არიან. ყველასი, ვინც მაშინ ისინი მოიკითხა და ეს არ იყო სხვათა შორის ადვილი, ეს გარკვეულწილად საფრთხებთან იყო დაკავშირებული და ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად მიტოვებულები ამ ხელისუფლების მხრიდან და ამ დროს ნაციონალური მოძრაობა ჩვენ გვმოძღრავს, გამოდის ტელეეთერში, არის ნაციონალური მოძრაობა 27 კაცით, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ფრთა წარმოდგენილი პარლამენტში და 26 მაისის, ასე ვთქვათ, შემოქმედნი და მონაწილეები, ვის სისხლზეც მოვიდა ეს ხელისუფლება. საერთოდ ესე ვთქვათ, პარლამენტის გარეთ არის და მე როცა ვლაპარაკობ, რომ ეს ადამიანები უყურადღებოთ არიან მიტოვებულები, აი გუშინაც მე იმ ქალბატონმაც რამდენიმე სხვა ადამიანმაც მითხრეს, რომ ჩვენ არაფერი არ გვინდოდა არც მაშინ და არც ეხლა არაფერი არ გვინდა, გარდა იმისა, რომ ქვეყანა კარგად განვითარდეს და სწორადო. ეს ადამიანები არაფერს არ ითხოვენ, ქალბატონ ლალი. ვიცი, ესენი არ ითხოვენ არც ფულს, არც რაღაცა პრივილეგიებს და შეღავათებს, მაგრამ იმას, რომ მათ ნასამართლობა მოუხსნან და ელემენტარულად სამსახურის დაწყების უფლება მიეცეთ, თუნდაც ნასამართლობის მოხსნით და იმას, რომ ეს ადამიანები არ ხედავდნენ,
როცა პროკურატურაში მიდიან, მათ ჯალათებს პროკურატურაში დაწინაურებულს ქართული ოცნების ხელისუფლების დროს და იმას, რომ ეს ადამიანები არ ხედავდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის ბოკერიას და სხვებს, იგივე ბაქრაძეს და სხვებს ეთერიდან. ჩემთვისაც მძიმეა და წარმომიდგენია ამას ითხოვენ ეს ადამიანები და ბიძინა ივანიშვილმა და ამ ხელისუფლებამ ესეც კი არ გააკეთა. ესე ვთქვათ, გაათეთრა მეტნაკლებად ნაციონალური მოძრაობა და დაგვისვა, ესე ვთქვათ, მე ზუსტად მინდა ახლა მართველი გუნდის ერთ-ერთი წევრის გამონათქვამზე წავიდებთ, გუშინ მყავდა სტუმრად დათო ჭიჭინაძე, ძალიან ხშირად არ მოდიან მართველი გუნდის წევრები და თქვა საოცარი ამბავი, რომ ეხლა როგორც ცნობილია, ხვალიდან ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნება საქართველოში, ხო და ოფიციალური თბილისი მასპინძლობს. მან თქვა ასეთი რამე, რომ შეიძლება მზადდება ნატოს მეორე ვარიანტი ანუ აზიური ნატო, სადაც იქნება ავღანეთი და სხვა ქვეყნები და ხომ არ მოხდება ისე რომ ჩვენ იმ თავარ ნატოში კი არ ხვდებით, იმ აზიურ ბლოკში, რომელიც პრაქტიკულად ცეცხლის ხაზზე გადის. ეს რამდენად შეიძლება იყოს და წარმომიდგენია მაშინ მართლა დრაგვეშველება ჩვენი, იმიტომ რომ ძლივს რაღაცა აქ ოაზისია, სადაც ცეცხლს არ ისვრიან და რეალურად შეიძლება ჩათრეულები ვიყოთ აი ამ კონფლიქტში. მე არ ვიცი ხა ბატონმა დავითმა ეს საიდან მოიტანა რა ვიცი ხა რუსეთთან ურთიერთობა არ გვინდა და ავღანეთთან ერთად თუ გვინდა გაწევრიანება რომელიმე ორგანიზაციაში ეს ახლა ცალკეს მსჯელობისაგანი არ ვიცი ნამდვილად ვერ გეტყვით საიდან მოვიდა ეს ყველაფერი მაგრამ ერთი რომ ნატოში ვერ გავწევრიანდებით ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათ შორის იმ ადამიანებმაც ვინც ყველაზე მეც ლაპარაკობს ნატოზე კარგია რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ რაც მეტი კონტაქტები გვექნება ნებისმიერ ორგანიზაციასთან უკეთესი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ხელისუფლებას აბსოლუტურად არ აღელვებს ყველაზე მთავარი თემა, რაც მათ შორის 26 მაისს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. იმიტომ რომ ამის არ შემიძლია არ გკითხოთ რა ამ თემასთან შევჩერდეთ ერთი წუთი. წინა კვირას ჩვენ აქტუალური პერფორმანსი გავმართეთ, რას ნიშნავს, როდესაც ბიბილოვს ულოცავს ევროკავშირის მაღალ ჩინოსანი გაპრეზიდენტებას. თქვენთვის რა იყო ეს? მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაცა კიდევ უფრო დაკარგვის, კიდევ უფრო გასხვისების ამ ტერიტორიის კიდევ ერთი მესიჯი არის ევროპიდან. მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მე ვიცნობ ამ ადამიანს პირადად, ის ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი გახლავთ და არც თუ ცუდად განწყობილი სხვათა შორის საქართველოს მიმართ და ამან კიდევ უფრო ასე ვთქვათ დაძაბულობა შემოიტანა ჩემთვის ეს არ არის ადამიანი რომელსაც რაიმე წამოწდებოდა და მით უმეტეს თავმჯდომარესთან ერთად იყო ჟენევის ფორმატი დიახ ჟენევის ფორმატში ის წამყვანი ფიგურა ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან უსიამოვნო მოვლენა იყო მაგრამ მოდით იცით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი ხო საქართველოში ხო არაფერს თავისი სახელი არ ქვია და რა არის რაღაცა ილუზიებში ეს არის ის რომ დღევანდელი ხელისუფლება თანდათანობით აგუებს საზოგადოებას აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ ლაპარაკობს აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე დამისახელეთ ერთი ნაბიჯი რომელიც ამ ხელისუფლებამ გადადგა სამაჩაბლოს და აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად ანუ ლოგიკას რომ მივყვეთ ჯერ იყო საქართველოს ნატოში შემდეგ გვაქვს ნატო საქართველოში პლუს პარალელურად გვაქვს ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის დიპლომატების ჩასვლა და მილოცვა ასე გაპრეზიდენტების აი ეს ლოგიკური ჯაჭვი რას გვაძლევს რომ რეალურად ჩვენ უარს ყოველდღიურად ვშორდებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას ის ისტერია რომელიც არის შექმნილი ხა ამას ჟურნალისტებიც უწყობენ ხელს მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა პოლიტიკოსებზეა ისტერიკა რომ აი რა უნდა რაზე უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს ну ეს ხომ სამარცხვინოა საერთოდ ეს უბრალოდ ჩვენი ერის ძალიან დაბალ კულტურაზე ლაპარაკობს ამ შემთხვევაში მე პოლიტიკოსებს გულისხმობ იმიტომ რომ პოლიტიკოსი რომელიც ამბობს იმას რომ რაზე უნდა დაველაპარაკო ოკუპანტს ის უბრალოდ არ არის პოლიტიკოსი იმიტომ რომ პოლიტიკაში არის შენ პირველ რიგში უნდა ელაპარაკო მოწინააღმდეგეს მტერს მას ვისთანაც შენ პრობლემა გაქვს რომ შენი პრობლემები მოაგვარო ხა ვიზე ნაკლები პატრიოტები იყვნენ ჩვენი მეფეები როდესაც არათუ ელაპარაკებოდნენ სპარსეთის ოსმალეთის მმართველებს არამედ საკუთარ შვილებს და დებს მეუღლეებად უგზავნიდნენ. მე არ არის არ თქმა უნდა ხარო ვინმე გაუგზავნოს მეუღლეთ
ესე ვთქვათ, რომელიმე სახელმწიფოს მართლს, მაგრამ საუკუნე შეიცვალა, ხო? მაშინ თუ ეს იყო აუცილებელი, დღეს ელემენტარულად ესპანი მაინც უნდა გააგზავნო და დაელაპარაკო. იცით რა, ჩემგან როგორც ახლა რუსული გვარის მატარებლისგან ყოველთვის მაინც ვცდილობ ამ თემებს მოუარო, ხო? ვინმე დაგაბრალოთ, რომ იმეზე ნაკლები ქართველი. მაგრამ მეც ესე ვთვლი, როდესაც არის კონფლიქტი, თუ კონფლიქტური მხარეები ერთმანეთს არ შეხვდებიან და არ დაილაპარაკებენ, ოჯახი როდის ინგრევა, ხო? როდესაც ცოლ-ქმარი საერთოდ აღარ ესაუბრება ერთმანეთს, სანამ ჭუბია, კინკლაობა, ოჯახი არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ნორმალური თამდევი პროცესი ნებისმიერი ოჯახისთვის. ჩვენ ვერ ავირჩევთ მეზობელს, ეს არის მეზობელი. თან ჩვენ ვიცით ერდოღანის პოზიცია, რომელიც დღითი დღე უახლოვდება რუსეთთან ურთიერთობას და ძალიან მწვავე შეფასებას აძლევს ნატოსთან მიმართებაში აი ამ ყველაფერს. და ჩვენ ესე იგი ბოლო-ბოლო მივიღებთ რას, რომ ერდოღანი, რომელიც ძალიან აშკარად პუტინისკენ იხრება და პუტინის რუსეთისკენ, ჩვენ აღმოჩნდებით რაღაცა ვაკუუმში და ღმერთმა დაიფაროს, რომ გამართლდეს ის ნატო 2-ის ვარიანტი, ანუ აზიური ნატო, ეს იქნება დამაქცევარი საქართველოსთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მე მაგალითად კი მაქვს რუსული გვარი, მაგრამ მთელი ოჯახი ევროპაში ცხოვრობს ჩემი. მეც პროევროპელად ვითვლები და ასეთივე შეგრძნება მაქვს, რომ ჩემთვის საფრანგეთი, შვეიცარია ეს არის ჩემი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი, ჩემი დები იქ ცხოვრობენ, ხო? მაგრამ რუსეთი, რომელიც არის მეზობელი, არ დალაპარაკება, თუნდაც ოკუპანტი კი ბატონო, მაგრამ იმ ოკუპანტს ხონდა დაელაპარაკო, რაღაცა უკან მიიღო. მაშინ ამ ლოგიკით ებრაელები და გერმანელები არასდროს არ უნდა შერიგებულიყვნენ. იგივე რუსები და გერმანელები, რომლებიც ძალიან წლების განმავლობაში, ნუ ეხლა ცოტა გაურთულდათ ურთიერთობები, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, ხო? ეს არ ხდება მსოფლიო პოლიტიკაში. ვინ უნდა დაელაპარაკოს? ანუ პირველი ნაბიჯი ვინ უნდა გადადგას? ანუ იქიდან იყო ვისაც ჭირდება და გვჭირდება ჩვენ. ამის და მიუხედავად პირველი ნაბიჯები თქვენ მართალი ხართ, იყო სწორედ რუსეთის მხრიდან. როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ღიად განაცხადა მზაობა საქართველოსთან ურთიერთობის. იცით რაშია საქმე ხა? მე განსხვავებით იგივე სააკაშვილის ხელისუფლებისგან ან ძალიან ბევრი ადამიანისგან, ვინც დღეს პოლიტიკაშია, არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ვინმეს იმის მტკიცება დაუწყო, რომ მასზე მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე არ ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ვინმეს ქვეყნის მტერი და მოღალატე უწოდო, ვისაც დაუშვათ დღეს მიაჩნია, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს, მაგრამ ნამდვილად მოუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ცოტა თვალი გაახილონ ელემენტარულად, მაგრამ უკვე იცით იმდენად ღრმად არიან შესული ამ რაღაცა სიბრიყვეში. ვფიქრობ, რომ ეს უკვე მართლა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამართლება არის იმ პოზიციის, რომელიც მათ უკავიათ. არ შეიძლება დღეს ადამიანი ვერ ხვდებოდეს იმას, რომ თუ შენ დღეს არ დაელაპარაკები რუსეთს და დატოვებ იმ სტატუს კვოს, რომელიც არის, ეს აწყობს რუსეთს და ეს არ აწყობს საქართველოს. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ვერანაირ ნატოში ვერ შევალთ, ვერც ევროპულ ნატოში და ახლა აზიური ნატო არ ვიცი რა არის სიმართლე გითხრათ, მან ეს იცის ძალიან კარგად, მას ორი ტერიტორია ხელში უჭირავს, ამ ორი ტერიტორიით ის საქართველოს აკონტროლებს, ბოლო-ბოლო ყველაფერს შევხედოთ რეალისტური თვალით, ხო? აი აქედან, ამ შენობიდან, რომ ეს არის, ესე ვთქვათ, თბილისის გული, ხო, თბილისის ცენტრი. აქედან აქამდე მოსვლა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ახალგორთან განლაგებულ სატანკო როგორც მოვიდნენ უკვე ერთხელ ნაწილებს, ნუ ალბათ 1 საათის განმავლობაში 1 საათი, მაქსიმუმ 2 საათი დაჭირდეთ, ხო? რაღაცა ორმაგი სტანდარტი დაჭერილი, როდესაც მაგალითად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის რუსეთიდან და უკვე ბევრი წარწერა არის რუსულ ენაზე და თან ვსაუბრობთ მუდმივად, რომ ის ოკუპანტია, რაღაცა არ გამოდის, ანუ ჩვენ გვინდა რეალურად დღეს ფულად გზავნილები ყველაზე დიდი რაოდენობით მოდის რუსეთიდან და რთულია საქართველოს პოზიცია. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ის მართველი, რომელიც რეალურად დაკარგავს საბოლოოდ აფხაზეთს და ოსეთს, ვერასდროს ვერ შევა საქართველოს ისტორიაში და ვერასდროს მისი შვილები ხმამაღლა ვერ არ მიეწერება რომელიმეს, რომ იმან დაკარგა. აი ნახეთ რა ხდება სააკაშვილმა, რომელიც ესე ვთქვათ იძახდა, რომ არის პროდასავლური, ყველაზე დიდი პრორუსული საქმე გააკეთა. იმიტომ რომ ვერც ერთი მეფის ნაცვალი ვერ გააკეთებდა და ვერც ერთი პრორუსი პოლიტიკოსი იმას, რაც გააკეთა სააკაშვილმა, როდესაც 2008 წელს თავისი ესე ვთქვათ ავანტიურისტული და დანაშაულებრივი ქმედებით რუსული ჯარები სამხედრო ესე ვთქვათ ბაზები შემოაბრუნა საქართველოში და ეს ორი ბაზა დღეს განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე. და სამწუხაროდ ქართველი ყველაზე ვაჟკაცი ბიჭები დაიყופნენ სამწუხაროდ კლავ ჩვენი გენეტიკა აღმოჩნდა ხომ ძიმე მდგომარეობაში. დღევანდელი ხელისუფლება რას აკეთებს? დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად უომრად
და აბსოლუტურად ამ შემთხვევაში პოლიტიკური ომი ვიგულისხმოთ, პოლიტიკური ომის გარეშეც, ყოველგვარი ნაბიჯების გარეშე თავისი უმოქმედობით რეალურად კარგავს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. რაზე იყო ლაპარაკი 2011 წლის 26 მაისს? იქ არა მარტო იმიტომ ვიდექით ჩვენ, რომ ვიცოდით ციხეებში რა მდგომარეობა იყო და მე ამის წინ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რომ აი ქალბატონინო პასუხისმგებლობის საკითხზე იყო ლაპარაკი და აი იმ ადამიანების დედების წინაშე პასუხისმგებლობა ვინც იქ იდგა, ჯერ ერთი ვუთხარი, რომ იქ თქვენ თქმის არ იყოს ყველა ასე ვთქვათ ზრდასრული ადამიანი იყო და სრულწლოვანი და ყველა თავის თავზე აგებს თვითონ პასუხს, თუმცა მე ვიცი რაზეც ვაგებ პასუხს და ვიცი რომ ქვეყნის წინაშე ვიყავი პასუხისმგებელი, რომ არ მომეთმინა ის რეჟიმი, რომელიც იყო, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეფიქრა იმ ადამიანების დედებზე, რომლებიც ციხეში იყვნენ და რომელთაც ან გაუპატიურება ემუქრებოდა თამაშინელი 320-მა გაიარა წამება. ხო, ეხლა როგორ არის? ციხეში ვინც არის ეს ადამიანი? გამარჯობა, გამარჯობა. რეკლამის დროა და რა სამწუხარო. კი, სამწუხარო. მე კიდე მინდოდა შეკითხვის დასმა, სამწუხაროდ რეკლამა. თავარი შეცდომ, რასაც თვლით, რომ არასწორად მოიქეცით. აი რაღაც სულ მინდოდა მეკითხა თქვენ. აი რას თვლით, რომ მაინც არ გამოგივიდათ? არ იყო თქვენგან მართებული ნაბიჯი? 26 მაისს გულისხმობთ? არა, საერთოდ. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება. არა, 7 ნოემბერს მე ყველაფერი სწორად გავაკეთე. უბრალოდ მეტის გაკეთება არ შემეძლო. ეს მეც ვერ მოვერიე და 7 ნოემბერი რომ არ იყო მსხვერპლით დასრულებული და არ იყო ისეთი სასტიკი როგორც 26. მსხვერპლი და ალბათ თქვენ რო ჩასულიყავით, აი მაშინ ნამდვილად არ იქნებოდა. არა, მე ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთება შეიძლებოდა, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ამაზე ალბათ მერე ვისაუბრებთ. არა, ალბათ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება შეცდომა იყო ის, რომ მე არ დავუპირისპირდი კიდევ უფრო ძლიერად მიუხედავად ხალხის კეთილგანწყობისა სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. მე მაინც ვფიქრობდი, რომ შეიძლება ხალხი უფრო ბრძენია, შეიძლება უფრო რბილად შეიძლებოდა ეს თქვა რაღაცები შემოგვიყვება. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, კიდევ მობრძანდებით, იმიტომ რომ ეს ისეთი ღია და თავისუფალი ფორმატია. წარმატებას გისურვებთ, დიდი მადლობა. დაგველოდეთ.